დაირყნენ და ჩაიდინეს სისაწავი აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი ნუ თუ ვერ შეიგრძნეს სიმრუდის მქმნელებმა რო ჩემ ერს ჭამენ თითქოს პურს ჭამდნენ ღმერთს კი არ უხმობენ ხელი გაიწოდეს მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ დაარღვიეს ახლა ჩვილია მათი ბაგეები გულში კი ომი აქვთ ძალას მოიკრებენ ცუდი საქმეებისთვის მოითათბირებენ მახეების დაგებას ამბობენ ვინ შეამჩნევს მათ მე სოხუმილი ვარ მე კი არა მამაჩიმის მამა ბაბუაჩიმის მამაც არის სოხუმელი და ძირითადად ცხოვრობდით სოხუმში ყველანაირი საუბარი და ჩემი შვილებიან მან ომის პერიოდში როცა სოხუმი აიღეს იძულებული გავხდით რომ გადმოვიდეთ როგორ შეძლოს აი მანქანი ამოთახში ცხოვრობ მე და ეს ბავშვები კიდევ დღეს დარბიან და ხამი იქ სალონის საპარიკმახერო თავისუფალი და აი იქ გაუშლის საწოლს და იქ ვაწვენ და მე დღეს ისე ადრე ვაყენებ რომ სამუშაო ოთახი ჩემს ზოგადად შეუქმნა იქ საქმისა საგრძელა ოთახში ბატონო აქ ვამზადებ სამკურნალო ბალახია ამიტომ ვაჟამ მესტა ბავშვებსაც ვაჟამ აი წარები ჩვენი გადაცილეთ აი ხდება ძილი დიახ ხამე ამას გადავწევთ იქით აქეთ ლეჟანტებზე ბავშვებს ვაცე მოისმინე ჩემი ხმა დილა ადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები მოვიქანცე ვაებით ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს ცრემლით ვალბობ ჩემს სარეცელს დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი გადმოცვივა ყოველთა მტერთა გამო დაჭკნა ბალახივით გახმა ჩემი გული უძილო ვიქმენ და ვზივარ ვითაეული ჩიტის ახურავზე ჩემი დღეები გადახრილი ჭრდილივითა და მე ბალახივით ვხმები აი ხამი ბავშვებს აქ ვაძინე დილას უნდა ადრე უნდა ავაყენო რადგან სალონი უნდა მოამზადო თანამშრომლები მოვლენ აი წამოგზავნეთ მე საცხოვრ და ის იყო უწინ სათავსო ურაბალოდან წამოსული 4 წელი აკავა შვილები ძალიან სიმოწრეებს გამოიცდი. საჭმელს აგერ ოთახში ვამზადებთ, ოთახში გვაქვს ყველაფერი, კუხნაც ეს არის და ოთახიც ეს, საძინებელი ოთახიც ეს. ზოგს პოდები, ზოგს ლეჟანდებს. აი უბრალოდ წელიწად შეეთხოთ მაინც, სამივეც არ გულ არ არსებობს ხილში. მოვიდეს შეამოწმო შეგეთ, ბავშვები პატარა ჩვილი ბავშვები ვერ დაგუძინებიან საწოლებში. მე შეიძლება მითხები ზედაგუძინებიან ოთახებში. სად ეკონომიურად მიჭირს პროცესს შვილი მყავს ხილი უნდა საჭმელი უნდა საარსებო წყარო უნდა რა უნდა გავაკეთოთ თელესამთავრი სიცივე შუშუქობამ დაგტანჯა გაზი ჩვენ არაფერს გამიგამართულა ჩვენ გადმოყარეს მოერიკადა და ასე გაჭირებულებს ცხოვრობს სადაა შვილების იქ ზოგი იქ კაპანტული ერთი დავიდა ქმარი ბავშვები შვილი ყველა უმიწყვეს შვილი კაცი მყავს და გარმა თუ შეიძლება საერთოდ ამას ადამიანური ცხოვრება იყოს არ ვიცი არის საერთოდ არ მინახია არსად ესე განჩეზებული და ესე დაამცირებელ ყოფაში ვარ თუ კოდოს და ბულოს ეს ადამიანები მე ისე მცხენია საგნიურ თქვა ტომილი ვარ არ ვიცი უნივერსალ ვერ ვარ იმიტომ რომ უკვე რაღაც სხვანაირი თვალით მიყურებენ რაღაც სენიდან გადმოხედით ის არა და არავის არაფრით ნაკლები არა პირიქით ეს საბაზანოა ჩვენი
უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღსდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი, მაშინ ცოცხლად ჩამყლაპავდნენ, გაჟამს განრისხდნენ ჩვენზე, მაშინ წყლები წაგვლეკავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს. გაიხსენე უფალო, რაც დაგვემართა, მოგხედე და დაინახე ჩვენი შეგინება, ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები გადამთიელმა, ობლები გავხდით, მამა არ გვყავს, დაგვიდნენ დედები ჩვენი. Что? მათემატიკოსი არის, აიგერ გაჭირვებით უსყიდის რო არა, ეგეთ მასწავლებელი ქალი არის, იგერ კიდე ექიმი ქალი არის ჩვენი. აი კიდია, სასმელი არა, საჭმელი არა, საცხოვრებელი არა, არაფერი არა. იძულებული ვიყავ, რომ დახმარებაც არ არის, განსაკუთრებით საჭირო იმას არ გვაძლევენ. აი ბავშვები არა თვად გამოსული ქუჩაში. ისო ცოტა რაღაცა დააბუროთ ბავშვები და აი მაინც არ ვიმათხოვოთ. აი მაგააკეთოს ამარ იქია იძულებული არიან რომ გააყიდონ რაცხა და რაჭამონ შვილებს და შვილიშვილებს საჭმელი. ყოველდღე შეერი ხარ იქნებიან. თქვენ შეხედავთ როგორ ფიჭირავს ხელში პური და ისე გვახუჭა მომავალიცა ხალო წიხს გესროლება. ეგი ჩვენ გვეკუთვნის ხანდახან ვიტყვით რომ მეტალი იქ მოვეწალით დილას და და რაი რასაშუალება გვაქვს? არაფერი საშუალება, არაფრის შემოსავალი არ გვაქვს. უშინდელი პური კითხულანაირი პური იყო. ბოდიში და ხახლა ღორიაზე და სიმბო და აგივა აგდებო ნახვარი ფილის გვეზარა და ოტოლვიერი ყველაზე ზარება. ძალიან გვიჭირს ყველა მხრივ, სულიერად, მორალურად მოწყვეტილი ნათესაობას და ყველგან დაფრონტული ვარ, არც ვიცი ზოგიერთი სადარიან ბიძაშვილები, მამიდაშვილები. არასდროს არ ყოფილა რომ მე იმასთან კონფლიქტი მქონდა, რომელიმე აფხაზთან. მონად მართლიაც გემყავს, მეგობარიც, ძალიან ბევრი ჩამოწვა შემიძლია, აი ზუსტი ის არის აფხაზი, ტარბა, არგუნი, ოტირბა და ყველა, მაგრამ კონფლიქტი არასდროს არ მქონია. ვიყავით მეგობრულად, აი როგორ გეტყვით ისე რომ როგორც დები. იმ ჩემს მეგობრებს არცეც არ მეუძღვის ამ მდგომარეობაში და არც შევხვდებით ცუდად. მე ვფიქრობ რომ გავუწოდებთ ხელს და კარგადაც წავიტიერებთ ალბათ როცა შევხვდებით ერთმანეთს. თუდა ის ამ შემთხვევაში ის არის ობიექტი. ზოგი თუდა იყო თამაკრონები. რასაც ვერ ამბობს. ისე ის რა იქნება შეიძლება. ამას უნდა კონტროლი. ყველაფერს გადადიო ესე როდესაც ომი დაიწყო, გაიქიშა ეს ოჯახი. ხავდა, მოგიშა. ისე მოხდა რომ რომა მოხდა გუდაუთაში და ასთამური კი დარჩა დიდის გვერდით. ბევრიც მნახველი ვარ, ჩემი დიშვილები სიძეგი დამიღუპა, მამაც და ფიქრობდი რომ დამეწერა აფხაზეთის ტრაგედიაზე რამე ნაწარმოები და მე გადავწყვეტე დავწერე პიესა. როცა დაიწყო ომი, ოჯახის შემადგენლობა, შვილებისე აირია რომ ერთი შვილი დარჩა ექსტრემისტებთან, მეორე კი დარჩა დიდის გვერდით და მიმდინარეობდა ამათ შორის ბრძოლა დედა და ეს ტანჯული დედა, ეს ავამტყოფი დედა. შვილები ორივე გაზრდილი იყვნენ გერსამ დიდისეულ ოჯახში. მე ხლავე მო
Შაბაჭაიცო. ეს შემოსულია დროებით 95 ვარ გუდაუთში. ვინ არის ხტელი? ვის უნდა ესწროო? კონსმოდი. მე ახალწამსველი არა ვარ და შევგირჩე ვარდაჭი. ბეთის რა საუტანი ხარ. ხარა ხას. ფარდეს მის ნახტები. და როგორ შემოვიდნენ ქართველები? როგორ სულ ჩვენი დაპყრობა? თუ ჩვენს გოდით არ იქნები ინანები. არ გაბატია. მე აფხაზი ვარ. დავუჩები. მაგრამ ეს ხანერებს ვფიქრობ. თორემ ნუ გეშინია ჩემს წერცოლად არ შევირთა. არ შენ გირჩევ. თუ ძალიან მოგინატრება. გუდაუთაში ჩამოაკითხე. რომ შეუძლეო. ჩემს პიესაში მათი ცხოვრება არის ასახული. პროტოტიპები მყავს რა? დიახ, კიდევ პროტოტიპები მყავს. აი თქვენ თუ მოგბრძანებით პრემიერაზე ნახავთ, ძალიან უამრავი ტოლები იქნებიან. ძალიან ცუდად ცხოვრობენ. აი რომ გადაიღეთ მიშა, ნახეთ როგორ ცხოვრობენ ზუგდიდში, გორში, ბოლნისში. ეხლა ხან უყურებდი წატა ვიდეო კასეტა მქონდა ჩართული კადრებს ჩემი სახლის მე არა მაქვს იმის გაზრების უნარი ალბათ არ ვიცი როგორ მოხდა სად იყო დაშვებული ისეთი დიდი შეცდომა რომ ამ პატარა ცეცხლმა დიდი ცეცხლი გამოიწვია არ ვიცი და ძირითადად ახლა ჩამის ქუჩაზე ქართველობა ცხოვრობდა და ერთი აფხაზი დასახლდა მოგვიანებით ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა სამეზობლოში რაღაცაში მაგრამ აი ეროვნულ საკითხს შევეხებოდით ისე გააფრთხდებოდა ისე გაქაჯდებოდა სულ და ისეთ სიტყვებს გაკადრებდა ხოლმე სულ ყველა წახვალთ აქედან და ჩვენ აქ თელ ამ კუთხეს აფხაზებით გავავსებო ისე დაგვემუქრებოდა წამოსვლის წინ როდესაც უკვე ინგრეოდა და ეს აუცები რომ დაკროდა აი ნატეხი ჩემი გოგო მოდიოდა პატარა ბავშვით ხელში სპექტაკლი ჩემი არ გინახავს ყველა მეკითხება ბედნიერი ხარ და რომ შენი სპექტაკლი დაიდგა მოდიმა მეოთხარი რომ ბედნიერი მაშინ იქნებოდი რომ ეს სპექტაკლი დამტესენა დაწერილი იყო ამ ორი ხალხის მეგობრობას და სიყვარულს და არა ომზე. გაუგნებული ვიყავი რა მოხდა, რატომ რა ომი დაიწყო. მე ვხედავ ყველა გარბის, მე კი მივდივარ დილა, ის იყო რომ ყველას ფეხსაც მე ზიხდიან ქალები მაღალგოსლების რო იტყვიან და გარბოდიან.
ხედავდა მთელიერი ჭექა ქუხილს ცეცხლის ალს საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას დაინახა ხალხმა შიშით უგვიქცა და მოშორებით დადგა ხანძრის კვამლის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს რომელი ქალაქი იქნებოდა ამ დიდი ქალაქის მსგავს ტირის ხაწვებზე ცრემლისდის არავინ ხავს ნუგეშის მცემე როგორ მარტო დარჩა ქალაქი ოდესღაც ხალხ მრავალი და ზის ქვრივი ქალით მოხედე ჩემს ტანჯვას უფალო რადგან განდიდა მტერი ახლა სვანეთის გზა წებელდიდან უფრო სწორად არის ჩვენი წამებისა და ტანჯვის გზა თან მოვდიოდით უკვე ისეთნაირად შეურაცხყოფილი უფრო მეტად შეურაცხყოფილი თუ რა უკვე ტკივილისა და წუხილისა და უკვე იმ განცდების თავი აღარ მქონდა ვიღაცა იღუპებოდა ვიღაცა რჩებოდა აი უბრალოდ ამ ხელა შეურაცხყოფა ამისჯერ მოტყუებულები რაღაცნაირად მოვდიოდით ისეთნაირად რომ პაღურ ამოკრულებივით რა უფალზე ვარ მინდობილი როგორ ეტყვი ჩემს სულს გადაიხვეწე ჩიტივით მთებში რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილს რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს როგორც მეგობრის როგორც ჩემი ძმის მიმართ ისე ვიქცეოდი ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ პირფერული მანჭვა დაცინით აღჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო მიხსენი გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა ამ წყლის სიღრმისგან ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეკრავს ჩემზე პირს ჭა მიხსენი ღმერთო რადგან სულამდე მოვიდა წყალი მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდეკ ჩემთა შესაწევნელად ეხლა კი უკვე არ არსებობს გამოსავალი, რომ თავშესაფარი არ აგვაქვს და სად უნდა წავიყვანო ინვალიდი კაცი, მოხუცი კაცი, აწი უნდა და პატრონობა მოვლა მაგას და სამი შვილის მამა ქუჩაში აიგდებენ რა უნდა უყვა. აი შვილებს ფიცავარ და შვილიშვილებს რომ არ მინდა სიცოცხლე, მაგრამ იმისი კიდე მეშინია რომ ჩემი შვილები ისედაც დაჩაგრულები არიან და კიდე დაუმატო ჩემი სიკვდილი კიდევ თორე რა არის ერთი წამი და არ მინდა ამდენ ტანჯვაში ცხოვრება. ახლა ჩვენი სახლი გვინდა კაცი, ჩვენი სახლი დამწვარი ვართ, განადგურებული ვართ. მანეთის შემოსავალი რა არ დაგვრჩენია შარშან წელს მაინც მიუსწროთ რამეს. არაფერი არ გამაჩნია ახლა. არც საბანი მაქვს და არც დასაყური და არც დასაწული არაფერი. ჩემს სახლში ვიღაცა აფხაზი ცხოვრობს, მეტყველს შემჭირდეს ის არ ვიცი, მიეცხოვრო და როგორ არის. ჩვენი სახლი, ჩვენი ეზო, ჩვენი კუთხე მაინც უსწარი. დამხვდება სახლი, არ დამხვდება, არ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ რაღაცა იყოს მშვიდობა და გადავიდეთ და როგორმე ჩვენი საქმე ვნახოთ რა რაღაცა. გავდივარ ჩემი გადამყვარი სახლის ეზოში და ფიქრი არ მასმენებს რა დავაშვა მომიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს ჩემს ფეხებს ირმის და სამსგავსებს და ჩემს სიმაღლეზე მაყენებს ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილცად რეკინებს ჩემ კლავებს მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიგდებიან
იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს უთხარი ჩემს სულს შენი მხსნელი ვარ ჩვენთან არის ღმერთი ამინ ახლა კი გონს მოდით მეფენო განისწავლენით ქვეყნის მსაჯულნო თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით ათრთოლდი მის წინაშე მთელო ქვეყნიერება უთხარით ხალხებს უფალი მეფობს ამიტომ მტკიცია სამყარო არ შეირყევა ის განკითხავს ხალხებს სისწორით გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა იხმაურებს ზღვა და სავსება მისი გაიხარებს ველი და ყოველი რაც მასზეა მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი გავა ადამიანი რათა იშრომოს და იმუშაოს მწუხრის ჟამამდე გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან აკურთხე სულო ჩემო უფალი ადიდეთ უფალი